ახალიებს სტუდიაში თინა ბეგიაშვილი მუშაობს. გამარჯობა. ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო პრაიმერის მეხუთე ტური ბათუმში ამ წუთებშიც გრძელდება. ამ დროისთვის დებატები დასრულებულია და მიმდინარეობს კენჭისყრა. ბათუმის შერატონთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დღეს აქციის ორი მონაწილე დააკავეს. ბათუმიდან პირდაპირ ეთერში დეტალები ჩვენი კორესპონდენტი ნათია როყვა გვერდება. ნათია, არის თუ არა ცნობილი კენჭისყრის შედეგები? რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უკვე შიდა პრაიმერის ხმების დათვლის პროცესი და 116 ხმით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიდა პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. განათლება, კულტურა და სპორტი ეს იყო დღეს ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის მთავარი თემა, თუმცა საპრეზიდენტო კანდიდატებმა სხვადასხვა თემებზეც ისაუბრეს, მაგალითად აჭარის მაღალმთიან რაიონებში ტურიზმის განვითარებაზე და ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ხილხატების დაწესებულებებში ჩემი აზრით კულტურის სამინისტროს არსებობა ზოგადად გაუმართლებელია. სახელმწიფო არ უნდა ხარჯავდეს ათეულობით მილიონს იმაში, რაშიც დღეს ხარჯავს კულტურის სამინისტროს სახით. კულტურის სამინისტროს აქვს რამდენიმე ფუნქცია, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს არის მაგალითად ძეგლთა დაცვა, როგორც არის ქართული არქიტექტურული ძეგლები თუ სხვა ტიპის ძეგლები. ეს ფუნქციები შეიძლება გადანაწილდეს რამდენიმე სხვა სამინისტროზე ან ერთ სამინისტროზე, მაგრამ ჩვენ არ უნდა ხარჯავდეთ ათობით მილიონ ლარს იმაში, რაშიც ხარჯავდა კულტურის სამინისტრო ზოგადად არ უნდა არსებობდეს. 21 საუკუნის იარაღი არ იქნება არც ტანკი, არც ავტომატი, იქნება ცოდნა. ამიტომ ყველაზე მეტი ენერგია, ყველაზე მეტი თანხები უნდა დაიხარჯოს სწორედ ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ეს არის ჩვენთვის ყველაზე ღირებული მიმართულება იმ თვალსაზრისით, რომ ეს ეხება ჩვენ შვილებს, ჩვენ შვილიშვილებს, ეხება ჩვენს მომავალს და საქართველოში პრესტიჟი სწავლის მიხედვით ყოველთვის მაღალი იყო და ეს პრესტიჟი მუდმივად იქნება შენარჩუნებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა რეგიონმა, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა შეძლოს თავის პრობლემებს მაქსიმალურად თვითონვე მიხედოს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშენდეს აჭარის და სამცხე-ჯავახეთის დამაკავშირებელი გზა გოდერძის სულხეთ-ახალზე, რომელიც უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს, შესაბამისად უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა და უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება ჩვენთან და ასევე ჩვენ ყოველთვის ვამბობდით მაგას, რომ ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენი აჭარა მხოლოდ ტურისტების რეგიონი იყოს, ასევე უნდა განვითარდეს ინდუსტრია. აჭარის მთიან რეგიონებსაც აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და პოტენციალი ტურიზმის განვითარების და უნდა განვითარდეს. ბეშუმს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი და ამ თვალსაზრისით გოდერძის გზა არა მხოლოდ ზოგადად აჭარისთვის, არამედ კონკრეტულად ამ კურორტის განვითარებისთვისაც იქნებოდა მნიშვნელოვანი. პრობლემა, რომელიც არის ეკომიგრანტების ტრადიციულად ძალიან მწვავე პრობლემაა, რომელიც დღესაც არ არის სამწუხაროდ გადაწყვეტილი და ეს არის ის საკითხი, რომელსაც მუდმივი მიხედვა ჭირდება. დილიდანვე პრაიმერის მზადების პარალელურად ბათუმის შერატონთან შეიკრიბა პოლიტპატიმრები, რომლებიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შეძახილებით შეხვდნენ. დააკავეს ყოფილი პოლიტპატიმარი მერაბ გორგაძე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 100 ლარით დააჯარიმა და ის რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან. მე ჟურნალისტი დარჩა ხალხი დარჩა ნელა ფხილად მიშან უგეშინია უკან მეკითხავე უგეშინია უკან მეკითხავე დაკავებული დაკავე რატომ დააკავეს რატომ მიშა დაარღვია ხოლე რო გითხრათ რატო დააკავეს შეგიძლია დაარღვია საზოგადოებრივი წესი მე ისროლა ქვები და აქციაზე იმყოფებოდნენ დევნილები, ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველები. როგორც ისინი აცხადებდნენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს არ ჰქონდათ იმის უფლება, რომ ბათუმში ჩაეტარებიათ შიდა პრაიმერი. ისინი ასევე ითხოვდნენ, შეხვედროდნენ საპრეზიდენტო კანდიდატების მონაწილეებს. ნაცნობ მოძრაობას შეიძლება აქვს კანონიერი უფლება, მაგრამ არ აქვს მორალური უფლება. იმიტომ რომ იმდენი ზიანი მოგვაყენა დევნილებს, თქვენ ძალიან კარგად იცით რა არ გადავიტანეთ აჭარაში და 9 წლის განმავლობაში დავსდებდით ყოფილ მთავრობას და ახლოს არ გვეკარებოდნენ. აქ არიან სოციალურად დაუცველები, აქ არიან უბრალოდ მოქალაქეები და ჩვენ ვდგავართ იმისათვის, რომ ჩვენი პროტესტი გამოვაცხადოთ, რომ მათ არათუს დაბრუნება პოლიტიკაში, არამედ უბრალოდ ერთად შეკრების უფლებას კი არ აქვს. ხელისუფლება ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი, არა
მხოლოდ იმით, რომ პოლიცია მუშაობს და სხვა შორის დღესაც და გუშინაც პოლიციამ კარგად იმუშავა და მე მათ მადლობას ვუხდი, მაგრამ პოლიციის მუშაობა არის არა მხოლოდ ის, რომ ადამიანები განაცალკევოს, აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან მოდიოდეს სიგნალი, რომ ძალადობა არის მიუღებელი და დასჯადი. ეს არის მთავარი, თორე თუ ვინმეს გააჩნია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება და ამ შეხედულებას ნორმალური ცივილური მშვიდობიანი ფორმით გამოხატავს, რა თქმა უნდა, ამის საწინააღმდეგო ვერავის ვერაფერი ვერ ექნება. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო ასევე დაპატიმრებულია ბათუმის ავტოტრანსპორტის თანამშრომელი მერაბ ღოღობერიძე, რომელიც ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმყოფება და პოლიციელები მისთვის 100 ლარიანი ჯარიმის დაკისრებას მოითხოვენ. მადლობა ნათია, პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ნათია როყვა საუბრობდა. ბათუმის პრაიმერის დროს მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრა დღეს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა. დავით დარჩიაშვილის თქმით, ქართული ოცნება ძალადობას წინა საარჩევნო ტაქტიკად იყენებს, რათა ეკონომიკის ვარდნა და მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის დაბალი რეიტინგი გადაფაროს. უმცირესობის ლიდერი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი წინა საარჩევნო გარემოს უსამართლობას ადასტურებს. ქართული ოცნება თავის წინასაარჩევნო ტაქტიკად იმისათვის, რომ გადაფაროს ეკონომიკის კატასტროფული ვარდნა და ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის დაბალი რეიტინგი, იყენებს ძალადობას. ყველაფერი ეს აჩვენებს, რომ სამართლებრივი და წინასაარჩევნო გარემო ზოგადად, მიუხედავად იმისა, რამდენად პლურალისტური იქნებით თქვენ, მედია წარმომადგენლები, არის უსამართლო. დღეს პრაიმერი დაგეგმილია ბათუმში. წინასწარი ინფორმაციით იგივე ქმედებების განხორციელებას აპირებენ. ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის დროს მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ 12 პერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. დაკავებულების მიმართ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდაღურულთა კოდექსის 166-ე მუხლით წარიმართა, რაც წვრილმა ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულთა განცხადებით მათი აგრესია ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა ქმედებებმა გამოიწვია. აგრესია გამოიწვია იმან, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, რომლებიც ჩამოვიდნენ ზუგდიდში, რომლებმაც გამომწვევად მოიქცნენ, იგინებოდნენ, გამოიწვიეს ხალხის აგრესია. ზუგდიდში მომხდარ ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები გამოეხმაურნენ. ნაციონალურ მოძრაობაში ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეთა შეკრებასა და ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა რაიონის გამგებლები. ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ ქართულ ოცნებაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით. მათთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. მოგვიანებით ქართულმა ოცნებამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ემიჯნება და კატეგორიულად გმობს ყოველგვარ ძალადობას. არსებობს უამრავი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ხალხის ორგანიზებით შეკრებით ჩამოყვანით დაკავებული იყვნენ გამგებლები, ადგილობრივი ხელისუფლება, რომლებიც არიან ასევე ქართული ოცნების წევრები. მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან არანაირ დავალება არასდროს სამეგრელოში წინააღმდეგობის პროცესის წარმოების თაობაზე არ გაცემულა და არც გაიცემა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ახალი ხელისუფლება მიდევს იმ ფილოსოფიას, რომ თავისუფლება და სამართლიანობა უნდა იყოს ნებისმიერ მოვლენაზე რეაგირების საფუძველი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წინა საარჩევნო პერიოდში იყოს სიმშვიდე და მაქსიმალურად გამოვრიცხოთ ნებისმიერი ფორმის ძალადობა. ზუგდიდში ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით მთელი დღის განმავლობაში თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. გუშინ მომხდარ ფაქტს მალევე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მინისტრის თქმით, პოლიცია იცავდა და იცავს ყველა მოქალაქის უფლებას, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წევრებს იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ექსცესები და დაცული იყოს მათი უსაფრთხოება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სიმშვიდე საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არჩევნები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება დემოკრატიისკენ. სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანის მხრიდან დაფიქსირდა ძალადობა კონკრეტული ადამიანის მისამართით, მეგულისხმობ ნაციონალური მოძრაობის წევრებს. მე მინდა სრულ პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ადამიანები იქნებიან დადგენილი და დაშირი სამაგალითოდ. ჩვენ თქვი და ჩვენ შევკვირდით მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნები იქნებოდა და იქნება სამაგალითო ნამდვილად. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისკენ. შესაბამისად ჩვენ არ დავუშვეთ და ჩვენ გვმოვთ ნებისმიერ ძალადობას.
სამართალდამცველებმა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რევას კარალიძე დააკავეს, ის მოდულის შენობაში იმყოფება. დაკავებულ სავარაუდოდ ბრალს დღეს წაუყენებენ. მისი ადვოკატის რამი პაპიძის თქმით, კარალიძე გუშინ 4 საათზე ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დააპატიმრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კარალიძე ხრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ოფიციალურად არ არის ჩემთვის ცნობილი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, რომ ხრთამის აღებას ედავებიან, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურად ჩემთვის არავის არ უცნობია, ელემენტარულად არც გამსაუბრებია და არც იმ საშუალება მომცეს, რომ დაკავებულ შევხედროდი და ასე ვთქვათ, მისგან მიმეღო რაიმე სახის ინფორმაცია. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა მე-11 რიგგარეშე კონფერენცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. დღევანდელ კონფერენციაზე საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის წესი დამტკიცდა. დღესვე აირჩიეს ადმინისტრაციული კომიტეტის 2 წევრი, მოსამართლეები ნატა თედეშვილი და გიორგი დარახველიძე. დღევანდელ კონფერენციას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. ამ კონფერენციაზე 2 ძირითადი საკითხი გვაქვს განსაკუთრებული. ერთი ეს გახლავთ სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის წესის, ანუ დებულების დამტკიცება. კანონი ითვალისწინებს, რომ ეს დებულება უნდა დაამტკიცოს აუცილებლად მოსამართლეთა კონფერენცია. მეორე გახლავთ ადმინისტრაციული კომიტეტის 2 ახალი წევრის არჩევა, რადგან 2 წევრმა, რომელიც შემდეგ აირჩიეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებმა, თვითონ გამოხატეს სურვილი და ვთქვათ, უარი თქვეს ადმინისტრაციული კომიტეტის წევრობას. ძირითადი შენიშვნები ფორმალური შენიშვნები იყო, ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი, რომ გადამწყვეტი ხასიათი ქონოდა აღნიშნულ შენიშვნებს. იყო საუბარი აპარატთან დაკავშირებით, სადისციპლინო კოლეგიის აპარატთან დაკავშირებით, იყო ფუნქციების გადანაწილებას დაკავშირებით და მოსამართლეების საბოლოო შევჯერდით ერთ პოზიციას. ჩვენთვის სასამართლოს რეფორმა და ის პროცესები, რაც სასამართლოში ხდება, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, პრინციპული მნიშვნელობის. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე არის ის, რომ ის შანსი, რაც ზოგადად სასამართლო ხელისუფლებას უდგას, რომ დამოუკიდებლობის გამტკიცების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველამ ერთად და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორემ დღეს ოჯახის სიძლიერესა და სიმტკიცეზე ისაუბრა. როგორც პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახებს, შვილებს და ყველა ოჯახი მრავალშვილიანი უნდა იყოს. პატრიარქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაალოცა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი დიდ ყურადღებას უთმობს ოჯახის სიმტკიცეზე ზრუნვას. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ბავშვებისთვის პარკი გაიხსნა, რომელიც ილიამ მეორემ აკურთხა. ოჯახები უნდა იყოს მრავალშვილიანი. აი ჩვენ უკვე ყავს 17,000-ზე მეტი ნათლული. ეს ის შვილებია, ის ბავშვებია, რომლებიც არ უნდა დაბადებულიყვნენ. ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდ ყურადღებას აქცევს ოჯახის სიძლიერეს, ოჯახის სიმტკიცეს და ბავშვებისთვის მოგვიწყო ერთი ადგილი აღსარების ტაძრის ეზოში, რომელსაც ახლა ჩვენ ნახავთ და დავულოცავთ. მე მინდა დავულოცო ბატონი ბიძინა და ღმერთმა შეუწიროს ის სიკეთე, რომელსაც იგი აკეთებს ჩვენ მიერისთვის. ქართულ ჯგუფისა და ასოციაცია ატუს მხარდაჭერით მოხდა ამ ახალი ბაღის გაშენება. ეს ბაღი ფუნქციონალურად არის განკუთვნილი ბავშვებისთვის. ზაფხულის ხელდღეებში, როცა ვისაც არ აქვს საშუალება, რომ ქალაქიდან გავიდნენ, უწმინდესმა მოუწყოს ეს დღესასწაული, მათ ექნებათ საშუალება, რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცოტა გაგრილდნენ. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ საკვირაო ქადაგებისას ქართული ჯარი დაუცა. როგორც პატრიარქმა ბრძანა სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადა ვიცე-პოლკოვნიკის საზა ჩხაიძის მეთაურობით ავღანეთში საბრძოლო მისიაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. პატრიარქმა ავღანეთში მიმავალ ჯარს საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. დღეს ბრძანა ჩვენი
დაუცველი შვილები ჯარისკაცები და მე მინდა დავროცო ერთი ნაწილი მათგან შეიძლება წავიდეს უცხოეთში, ავღანეთში და როგორც ადრე ისევე უნაკლოდ დაბრუნდით და მშვიდობით დაბრუნდით საქართველოში და სამშობლოში. მეუფე ვახტანგ ახვლედიანს მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლი უპირისპირდება. ისინი მეუფეს არასათანადო საქციელსა და თანხების უკანონო პლანგვაში ადანაშაულებენ. მრევლმა პროტესტის ნიშნად მეუფის რეზიდენციის კარი აჭედა. აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ მეუფემ დაახლოებით $1,000,000 გაფლანგა. ამ საკითხთან დაკავშირებით მრევლმა ინფორმაცია საპატრიარქოსაც მიაწოდა, სადაც მათ დაპირდნენ, რომ საკითხს საშემოდგომო სინოდის სხდომისას განიხილავენ. მეუფე ვახტანგს მიტროპოლიტს აუჭედეთ კარები, რასაც თქვენც კარგად ხედავთ. შემდეგი ბრალდებით, რომ ის არის მხილებული მემრუშობაში, არის ეკლესიის ქონებაში, ქონების მითვისებაში მხილებული, სადღაც დაახლოებით $1,000,000-ზე არის საუბარი. ჩვენმა მრევლმა წლების განმავლობაში ითმინა მოუთმენელი, რისი მოთმენაც აღარ შეიძლება და დღეს ეს ჩვენ ყველაფერი ჩვენ იმპერატიული მოთხოვნები ჩამოვაყალიბეთ დოკუმენტის სახით. რაც ფორმაზეა განთავსებული, კონკრეტულად მოვითხოვთ ერეტიკოსი მღვდელთავრისა და ერეტიკოსი მღვდლების შესაბამისად ჟულის კანონის მუხლებით დასჯას 10 წლის განმავლობაში რაც ის არის ჩვენ ეპარქიაში მართველი არის აბსოლუტურად საეკლესიო პროცესი არ მიმდინარეობს ქადაგება ეპისკოპოსის და სასულიერო პირების მიმართ რაც არის მათი მთავარი დანიშნულება არ ჩანს ხალხზე ზრუნვა როცა ის თქვა წინა ეპისკოპოსების პერიოდში ვილოცულობ დავდიოდით მოვილოცავდით სოფლებს იკურთხებოდა ქალაქი 10 წლის პროცესის განმავლობაში ეს პროცესი მთლიანად გაჩერებულია საქართველოს საპატრიარქო მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლის პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ადგილზე ჩავა. ის შემდეგაც ანგარიშ კათოლიკოს პატრიარქს წარუდგენს. საპატრიარქო მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. διაგროვებს მასალებს და წარუდგენს კათოლიკოს პატრიარქს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მე მინდა მოუწოდო ჩვენს მრევლს ყველა მორწმუნე ადამიანს რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და ღვთის მადლით დაელოდონ პატრიარქის გადაწყვეტილებას და ეკლესიის გადაწყვეტილებას. გუშინ ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზის 74 კილომეტრზე კურორტბეშუმისკენ მიმავალი Toyota RAV4 ტიპის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარე აჭარის წყალში გადავარდა. მძღოლი ილო დავითაძე, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი და მისი ბებია ადგილზე დაიღუპნენ. 4 მგზავრი კი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსეს. საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს შუახევის რაიონული განყოფილება იძიებს. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად სავარაუდოდ მძღოლის მიერ ყურადღების მოდუნება სახელდება. ხრამში გადაიჭიხა ბეშუმში მიმავალი მანქანა, სადაც მგზავრობდა 4 მცირეწლოვანი ბავშვი და 3 შუა ხნის ადამიანი. გაუგებელი მიზეზის გამო, რაც მოხდა ავარია ჯერ არ ვიცით. დაღუპულია მძღოლი, დაღუპულია 1 მცირეწლოვანი ბავშვი და 1 ქალი. 4 გადარჩენილი არიან, ამბობენ რომ გადაყვანილი არიან საავადმყოფოში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ დედოფლის წყაროს გამგებელთან ერთად ულიანოვკა-ბოდბე გამარჯვებისა და წნორი დედოფლის წყარო ქვემო ქედის საავტომობილო გზებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მზის რეაბილიტაცია მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას მოუგვარებს. სამუშაოები დედოფლის წყარო ქვემო ქედის გზაზე მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, ხოლო ულიანოვკა-ბოდბე გამარჯვების გზაზე 2014 წლის გაზაფხულზე. პროექტების ღირებულება 13 მილიონი ლარია. გზის ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები, 6 კილომეტრი გზისა უკვე დაგებულია, მეორე მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის ქვედა საფარის მომზადების სამუშაოები, ასევე სატენდერო დოკუმენტაცია მზად არის და მალე დაიწყება უშუალო დედოფლის წყაროში ქალაქში შემოსასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. ძირითადი ნაწილი სამუშაოებისა მიმდინარე წელს არის გათვალისწინებული, თუმცა ზოგიერთი მონაკვეთი არის გარდამავალი და სამუშაოები გაგრძელდება მომდევნო წელს. იქნება აბსოლუტურად ახალი ასფალტი, დაახლოებით 22 კილომეტრიანი მონაკვეთი. ამ გზას აქვს დედოფლის წყაროსთვის ფაქტურად სასიცოცხლო მნიშვნელობა, იმიტომ რომ თლიანად დედოფლის წყაროს რაიონი მოსახლეობა უკავშირდება ამ გზით დედაქალაქს.
თბილისის პარკების განადგურების შეწყვეტის მოთხოვნით გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები უწყებას ამ პროცესის შესაძლებლად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემუშავებას და პარლამენტში გადაგზავნას თხოვენ. ისინი თბილისში არსებული პარკების გასხვისებასა და გაჩეხვისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შექმნასაც მოითხოვენ. გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი განაცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვირის დასაწყისში აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრა გაიმართება. ჩვენ გარემოს დაცვის სამინისტროსაგან მოვითხოვთ, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც შეიქმნება თბილისის გარემოს დაცვის კომიტეტი და ამასთანავე თბილისსა და სხვა ქალაქების პარკები და განწყობილი ტერიტორიები იქნება სრულფასოვნად დაცული სამართლებრივ დონეზე ხელყოფისაგან, რათა გადარჩეს ის, რაც სახეზე შემოგჭა და ჩვენი ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს. ჩვენ ცხოვრობთ აღმაშენების ხევნის სამხედრო გზაზე. ისედაც გამონაბოლქვის სუნთქვა გვიწევს ჩვენ 24 საათის განმავლობაში ჩვენ კიდევ ავტოსერვისს რო აგვიშენონით, ეს ჩვენთვის იქნება კატასტროფა. 30-ზე მეტი აღსაზრდელი და მხოლოდ ერთი ოთახი ასეთ პირობებში უწევთ ყოფნა ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევში სკოლამდელ აღსაზრდელებს. პრობლემა შენობის გაუმართავობა და ადგილმდებარეობაა. შენობასა და სკოლამდელი დაწესებულება რამდენიმე წლის წინ გადაიტანეს ცენტრალურ მაგისტრალთან მდებარეობს, რის გამოც პედაგოგების ბავშვები ეზოში ვერ გაყავთ. ადგილობრივების განცხადებით ბაგაბაღის ძველი შენობა სოფლის ყოფილმა რწმუნებულმა ახლა უკვე დეპუტატმა რამდენიმე წლის წინ კერძო მესაკუთრეზე გაასხვისა. ახალი შენობის შესაკეთებლად ბიუჯეტიდან 27,000 ლარი გამოიყო, თუმცა ადგილობრივების თქმით თანხა არამიზნობრივად გაიხარჯა. სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლები და სოფლის მცხოვრებლები დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ამ დრომდე უშედეგოდელიან. სკოლამდელ დაწესებულებაში, რომელიც ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევში მდებარეობს, ბავშვები მათთვის სახიფათო პირობებში სწავლობენ. სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული ბაგაბაღი ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსულია. იატაკის ფიცრები არ არის ნორმალურ მდგომარეობაში, არის დაახლოებით 30-40 წლის დაგებული, რაც შენობა ფუნქციონირებდა ალბათ მაშინდელი და ჭირდება შეცვლა საერთოდ ამ საბავშვო ბაღის ფართო სჭირდება, გადიდება ან ახალი შენობის აშენება, ან თუ აქ რამე შეიძლება ამ თვითონ ამ შენობაში მონახვა ოთახების და ფართობის მომატება სტანდარტები დააკმაყოფილოს ელემენტარული. სკოლამდელი დაწესებულება ცენტრალური მაგისტრალი და რამდენიმე მეტრითაა დაშორებული. ადგილობრივების თქმით ყოფილა შემთხვევა, როდესაც სატვირთო მანქანა გზიდან გადასულა და ბაგაბაღის ეზოში შეჭრილა. ამიტომ შიშობენ, რომ მსგავსი შემთხვევა შესაძლოა განმეორდეს. მოსალოდნელია ისევ ასეთი შემთხვევები, რომ დიდი სატვირთო ავტომანქანები ავარიული მდგომარეობა შეუქმნიათ და შემოვარდნილან ამ ეზოში. დაუნტრევიათ ღობეც და მისი მიმდებარე კიბეც და ყველაფერი. თუ კი რამე ყოფილა, ყოველ წუთშია მოსალოდნელია ეს დღესაც რომ განმეორდეს. ამიტომ ეს ბავშვები დღეის დღეობით ეზოში ვერ გამოყავთ. საბავშვო ბაღი 30 ბავშვზეა გათვლილი, თუმცა კონტინგენტი ბევრად მეტია. აღსაზრდელებს ერთ ოთახში უწევთ მთელი დღის გატარება. რა თქმა უნდა, უკეთესია თუ ფართი იქნება. ჩვენ გვყავს შერეული ჯგუფი და აი ამის გამო უფროსი ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 5 წლის ბავშვები, ზოგიერთები გამოთქვამენ ზოგჯერ პრეტენზიას, რომ არ უნდათ ძილი. ცენტრალურ მაგისტრალთან სიახლოვის გამო პედაგოგები ბავშვების ეზოში გაყვანას ერიდებიან. ისინი პრობლემის მოგვარებას ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვენ. ვართ ტრასასთან ძალიან ახლოს და არ გვაქვს ხობე ისეთი დაცული და ბავშვების ჩაყვანა თითქმის ეზოში შეუძლებელია იმის გამო, რომ საფრთხე ავიშოროთ თავიდან. ადგილობრივების თქმით, სკოლამდელი დაწესებულება რამდენიმე წლის წინ სოფლის რწმუნებულმა კერძო მესაკუთრეს მიყიდა. სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში კი იგი 1 წლის წინ განათავსეს და სოფლის პროგრამის ფარგლებში მისი შეკეთებისთვის 27,000 ლარი გადაიხადეს. როგორც სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა, რადგან შენობა ისევ ავარიულ მდგომარეობაშია. შარშან წინასაარჩევნო პერიოდში სოფლის პროგრამიდან ისე გამოყვეს, განვითარების პროგრამიდან ისე გამოყვეს ეს თანხები და გადაანაწილეს ბაღზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ არაფერი არ იცოდა. მოხდა ყველაფერი წინასაარჩევნო პერიოდში, თვითონ დაკომპლექტებაც მოხდა ყოველგვარი კონკურსის გამოცხადების გარეშე. სოფელხების დეპუტატი ბაჩუკი გორგაძე მეცხრიართან კომენტარს არ აკეთებს. მოსახლეობა კი პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვს. აქცია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ნამიკოლაოში სოფლის მცხოვრებლები საჯარო სკოლის აღდგენას ითხოვენ, რომელიც 2011 წელს სკოლების ოპტიმიზაციის შემდეგ დაიხურა. ადგილობრივებისა და სკოლის მოსწავლეების განცხადებით, მოსწავლეებს სხვა სკოლებში მისასვლელად ფეხით 5-6 კილომეტრის გავლა უწევთ. აქციის მონაწილეები განათლების მინისტრსა და პრემიერს მიმართავენ და პრობლემის მოგვარებას თხოვენ. სკოლას 80-მდე მოსწავლე და 18 მასწავლებელი ჰყავდა. მასწავლებლების უმეტესობა სკოლის გაუქმების შემდეგ უმუშევარი დარჩა. ადგილობრივების განცხადებით, სკოლის გაუქმება წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ მოხდა.
ჩვენი სკოლა იყო მართლა წარმატებული სკოლა და ნამდვილად არ ქონდათ იმისი მიზეზი, რომ ჩვენი სკოლა დახურულიყო, წარჩინებული მოსწავლეები ყავდა. ჩვენი მოთხოვნა ის არის, რომ ჩვენი სკოლა აღდგეს, დაგვიბრუნონ. ბავშვები ძალიან შორიდან მოდიან, უჭირთ აქამდე მოსვლა, ისედაც ძიმე ეკონომიური მდგომარეობა გვაქვს, ამიტომ გვინდა რომ ჩვენი სკოლა დაგვიბრუნონ, რომ ბავშვებმა ნორმალური სწავლა-განათლება შეძლონ. ეს სკოლა ყოველთვის ძალიან ღირსეული ტრადიციებით მქონე იყო, ძალიან მაღალი დონით გამოირჩეოდა. კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი და მისი მოადგილე დღეს სენაკს სტუმრობდნენ. გურამ ოდიშარიამ და მარინე მიზანდარმა ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმი და თეატრის ისტორიული შენობა დაათვალიერეს. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ზრუნავს ნოქალაქევის ნაკრძალის აღდგენისა და მისი პოპულარიზაციისთვის. მომზადებულია მასალები იუნესკოში წარსადგენად, რათა ნოქალაქევის არქეოპოლისი და ციხე-გოჯი იუნესკოს დაცული ძეგლების ნუსხაში შევიდეს. ჩვენ ბევრ თემას ვისაუბრეთ, ეს თემები შეეხო კონკრეტულად ნოქალაქევის მუზეუმის ნაქალაქარის განვითარებას, მის პერსპექტივებს, იმ ამოცანებს თუ იმ პრობლემებს, უფრო სწორედ, რომელიც ამ მუზეუმ ნაკრძალის წინაშე დღეს დგას. ვფიქრობთ, რომ აქ ცალკეულ სეგმენტებზე ნადირობა არაფერს არ მოგვცევს, აქ უნდა ერთიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შემუშავება, რომლის საფუძველზე შემდეგ უკვე დაიწყება ცენტრალიზებულად აი ამ საკითხებისადმი მიდგომა. დღეს, როდესაც მოვინახულეთ მუზეუმი ნოქალაქევის, სადაც ქვეყანა არ დარჩენილა ალბათ სოფლიოში, რომელთაც წარმოადგენლები აქ არ მოსულიყვნენ და აქ არ ენახათ ეს საოცრება. აი ეს აკროპოლისი, აი ციხე-გოჯი. ფოჩინანა ალექსანდრიას სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა. შეჯიბრებას ცნობილი მოჭადრაკის მშობლიურმა ქალაქმა უკვე მერვე უმასპინძლა. მასში 9 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობდა. ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ტურნირი ჩატარდა. ღია ტურნირის გამარჯვებული და ნანა ალექსანდრიას თასის მფლობელი ლუკა პაიჭაძე გახდა. დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული მოჭადრაკეებიც. ფესტივალი 8 დღის განმავლობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ფოთის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობდა. ტურნირი უკვე ტარდება 2006 წლიდან ქალაქ ფოთში, წელს უკვე მერვე ჩატარდა. წინა წლებისგან განსხვავებით ყველაზე მასშტაბური გამოდგა წლევანდელი ფესტივალი, მასში მონაწილეობდა 9 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე. ფესტივალი ტარდება ქალაქ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის პატრონაჟით. ფესტივალი საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული, საკმაოდ ძლიერ მოჭადრაკეებს ჰქონდა თავი მოყრილი ტურნირში. ძნელი რთული იყო ნამდვილად, ბოლო ტურამდე არ იყო გარკვეული პირველი ადგილის მფლობელი და ბოლოს გამიმართლა ცოტათი და გავიმარჯვე, გავედი პირველ ადგილზე. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართა ჰოლანდიაში, სადაც ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას. მათ 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ჰოლანდიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, თბილისის მერი გიგი უგულოვა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრები, რაც 2015 წელს თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებას ისახავს მიზნად. ძალიან მნიშვნელოვანი არის ყოველთვის, როცა ესეთი სახის სპორტული ღონისძიებები ტარდება, მაგრამ ჩვენთვის ეს შეჯიბრი კონკრეტული ორმაგი მნიშვნელობის მატარებელია, რადგანაც მომავალ წელს უკვე შემდეგ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს თბილისი უმასპინძლებს. აქ დღეს უკვე ოფიციალურად უტრეხტში ჩაქვრა ახალგაზრდული ოლიმპიური ცეცხლი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ადგილი, სადაც ეს ცეცხლი უნდა აინთოს, არის თბილისი. და ჩვენ უკვე ოფიციალურად გადმოგვეცა დროშა, ანუ ახალგაზრდული ოლიმპიური დროშის მფლობელი უკვე მომდევნო 2 წლის განმავლობაში იქნება თბილისი და უკვე 2015 წლის ზაფხულში ჩვენ უნდა უმასპინძლოთ ახალგაზრდულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ამისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამე გვაქვს გასაკეთებელი. საორგანიზაციო საქმეები უკვე დაწყებულია და პრინციპში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთებულია. ძალიან დიდი წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი. რაც შეეხება თვითონ ოლიმპიურ ფესტივალს, თქვენ ნახეთ ახლა ფაქტიურად 59 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. ძალიან დიდი ღონისძიებაა. ჩვენ დიდი შრომა მოგვიწევს, რომ ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ.
ბარმენთა ასოციაციის ინიციატივით პირველად საქართველოში ტარდება კონკურსი Georgian Cocktail Championship, სადაც ნაციონალური ალკოჰოლური სასმელების გამოყენებით შეიქმნება და გამოვლინდება გამარჯვებული კოქტეილები. ღონისძიებაში მონაწილეობას 25-მდე ბარმენი იღებს. გამარჯვებული კოქტეილები არსებული ქართული კოქტეილების სიაში შევა და მათი მოხმარება ქართულ კაფე-ბარებში დაინერგება. ღონისძიებას საპატიო ჟიურის რანგში საერთაშორისო ბარმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ესწრება. პირველად საქართველოში კეთდება ესეთი ფორმატის ღონისძიება, ეს გულისხმობს, რომ Georgian Cocktail Championship, ანუ ეს ქართულად ცოტა აღმოჩენილი შეიძლება და სადაც მოხდება, პირველად საქართველოში შექმნიან ქართული ალკოჰოლური სასმელების გამოყენებით, ქართული კოქტეილები შეიქმნება. და გამოვლინდება მე წლის საუკეთესო 4 კატეგორიაში კოქტეილი. ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ რომ გაიცნო სხვა ბარმენებს და მათ შემოქმედებს, ასე თქვათ, შესაბამისად შეაფასოს საკუთარი თავი და შესაძლებლობები და მისასალმებელია, რაც უფრო ხშირად ჩატარდება და მას ინტენსიური ხასიათი ექნება. დღევანდელი საღამო მნიშვნელოვანია ქართველი ბარმენებისთვის. მე ბარმენთა საერთაშორისო ასოციაციას წარმოვადგენ და საქართველოში მეოთხედ ვარ მსგავს ღონისძიებაზე, სადაც ბარმენების მომზადების დონეს ვაკვირდები. ეს იყო ახალი 6-ე მეგე მშვიდობებით. ნახვამდის.